მე შეგვიძლია რომ რაღაცებს მოგიყვებოდით აი ამ სასტუმროს შესახებ. ჩვენ 2 დღეა უკვე რაც აქ ვართ, მაგრამ საქმე იმაშია რომ არაფერი არ გადავიღეთ და ჩავწერეთ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ უნდა გავკვეულიყავით, სად ვიყავით, როგორც ვიყავით. აი მოკლედ წელს გადავწყვეტ რომ არ დაგვესვენ, ეს არის უყურეთ დაბლა, ჰოლიდეი პელეს, ასე რომ აი ნახოთ რა იქნება, დანარჩენს მე შიგოტელიდან მოვახსენე. პარკინგი ქონია იქით. აი ეს არის ტერიტორია ჩვენი სასტუმროსი. სულ მწვანეში არის ჩაფლული, აი უყურეთ, დაგანახეთ მე ირმა. სულ მწვანეშია ჩაფლული საოცარი ჰაერი, ესედაც შემაღლებულზე დგას და ნუ წინვალე შენობა, ცოტა ძველი, მაგრამ ძველი ძლევამოსილების ნაშთები ახლაც რო ეტყობა, რომ ერთ დროს ძალიან მაგარი სასტუმრო იყო და ძალიან ფეშენებელური და რესპექტაბელური. ალბათ გესმით ეს გაუთავებელი ხმა ჭიჭინობელების, ეს ყველგან ასე ამ დროს და იყო ასეთი მოსაზრება ხალხს გონია რომ ჭიჭინობელები ხმას გამოცემენ და თვითონ აქვს რაღაცა ხმის იოგები რომ აჭიჭიჭიჭიჭიჭი და რეალურად ალბათ ბევრმა არ იცის ეს არის ხმა რითაც ისინი თავის ფეხებს თავის მყარ ესეც იმაზე ჯავშანზე მყარ ჯავშანზე რომელიც ძლოვანი წარმონახვია ამაზე უხახუნებენ და აი ეს ხახუნი იწვევს ზუსტად ასეთ საშინელ ხმას რომ ზაფხულში გამწარებულია ყველას სმენა ღამე იქნება თუ დღე ასე რომ მცირე ზოოლოგიური გადახვევაც აი ამ ფილმის ერთი ნაწილი იყოს და პარკინგი არის მანქანების სტუმრები აქ აყენებენ რამდენიმე სართულიანი პარკინგია მიწის ქვემოთ კიდე 2 სართულია გაფრულია ძალიან დიდი რაოდენობის სტუმარზე ეგ არის კატა ალბათ პარკინგის მენეჯერია შვიდად ძინავს საერთოდ საბერძნეთში ყველა ამჩნევს რომ კატების ძალიან დიდი კულტია და ყველას კარგავენ ისტორია აი ხა შევალთ რესეფშენში და აი პირველი შთაბეჭდილება იყო რომ ძალიან გავდა ეს ხოლი აი ეს ანტალიის ძალიან ცნობილ სასტუმროებს ოღონდ ერთი შეხედვით იმიტომ ანტალიის სიმდიდრე და ანტალიის სასტუმროების ესეთი ძალიან თანამედროვეობა ძალიან ბევრად ჯობია აი ამ სასტუმროს თუნდაც ძველებულ მაგრამ მაინც შემორჩენილ ხიდის ჩამოვედით რესეფშენის ბიჭუნამ გამარჯვების მაგერად იქვე ფული მოგთხოვა, ნუ სახელმწიფო ტაქსა ყველა ევროპულ ქვეყანაში, სადაც არ ყოფილა ყოველთვის გასვლის წინ გვართმევენ. ახლა შემოვედით თუ არა ეგრევე. სტუმარო, კეთილი იყო შენი მოგზაურობა, ფული მაიტაო. ფული მაიტაი. ხოდა ნუ არ მესიამონა, მაგრამ მაინც ჩემი გადასახდელი იყო და ნუ არა აქვს მაგას მნიშვნელობა როდის გადაგვახტევენ. უბრალოდ თავში არ მესიამონა, რომ ფულის წარსულები დაიწყო ყველაფერი. აქეთ როიალები არის, მაგრამ არ ვიცი შეიძლება თუ არა. ეს მე ვარ. განსხვავებით ანტალიის სასტუმროებისგან ჩვენ all inclusive არ გვაქვს. აქ ყავა იქნება თუ წყალი იქნება თუ რაღაც სხვადასხვა რაღაც კოქტეილები. მიაჭირე, გააჭირე. კოქტეილები ყველაფერი გვაქვს ფასიანი, რომ ვიკითხე რატომ მეთქი 500 ყველანი სასტუმრო, თქვენ რომ აგებოთ 4 კვებაო, მითხრეს 4 კვება რო აგებოთ, მაშინ გექნებოდა თუ მაშინ სამაჯურსაც მომხსენდნენ, ხოდა მაგრამ ჩვენ 4 კვება არც არაფერში არ გჭირდებოდა. ეს იყო კიდე პლუს დამატებით 400 евро და პლუს იმის შანსი რომ მეორე დღეს უკვე საერთოდ როგორ გვედონებოდა ჭამასა როგორც ანტალიაში იყო. ანტალიაში საბჯერადი კვება ქონდა და აი ზოგჯერ დილას რო შეჭამდი, მეორე დღემდე უკვე ჭამა არ მინდოდა, არ ვიცი ეს სიბრალი იყო, მაგრამ ასე იყო და ასე რომ ჩვენ რადგან ეს 2 კვება ავიღეთ და 2 კვება ავიღეთ, ამიტომ მოხდით აი ესეთ მაშინ რომ, მაგრამ არც გვინდა ალკოჰოლები და ესენი დიდად დაგჭირდება, ეგერ იმაზე ძვირი ნამდვილად არ ხის და საქართველოში ნებისმიერი კოქტეილი ყავასთან ხარისხსაც მნიშვნელობა აქვს, საოცარი ხარისხია. ასე რომ ავედით მეოთხე სართულზე
ეს ლიფტის მინა ძალიან ლამაზია, ძალიან გაწმენდილია შემთხვევაში. ბევრი რაღაცა, კარგი აქვს, ბევრი რაღაცა მოულოდნელი იყო და გაგვახარა, ბევრი რაღაცა ცოტა გაგვაუცა და გულიც კი დაგვწყვეტა, მაგრამ სამაგეროდ ბევრი რამე არის ისეთი, რაც არ არის ანტალიაში და ბევრი რამე ისეთი, რაც უკეთესია ანტალიაში. მოკლედ, ჩვენ დენლენად დავიწყებთ ამის ყველაფრის აღწერას ფირზე და თქვენს გაჩვენებთ აი დაწყებული აი იმ ლიფტიდან, საიდანაც ჩვენ ახლა ჩავართ პირდაპირ მეორე სართულზე, -2 სართულზე, სადაც არის განთავსებული აი სასურავო აუზი საკმაოდ კარგი, ამ აუზზე კიდე ცალკე გესაუბრებით და რა თქმა უნდა ის უცნაური სიტუაცია, სადაც რითაც ჩავდივართ ზღვაზე, ნაპირზე, საკუთარ პლაჟზე, რომელიც ამ ჰოლიდეი, კორფუ ჰოლიდეი ჰოტელს აქვს და ნუ დანარჩენი მე. აი იმაც მოვიდა. ეს პისახოცებია შემოწვა. კი. ხო, პისახოცებზე გამახსენდა ისე როგორც ანტალიაში ახლა აქაც არის ესე პირსახოცების დესკი, თაობრივი დესკი, სადაც ყოველთვის შეგიძლია შეცვალო პირსახოცის ზღვაზე წასვლის წინა ზღვიდან ამოსვლის მერე. ჭაჭანი ხო? ჭაჭანი. აქ ქართველი ჭაჭანება არაო, იმიტომ რომ სწორია. მარტო ცხოველები და შეიძლება ბერძნებიც, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკება. Hello again. Good morning. We'd like to change our towels. Is it possible? Okay, of course. Hello. მე ზღვაზე მიდივარ შენ? მოკლედ მე მიდივარ ჯერ ზღვაზე. ირმა მიდის ამ სასურავო აუზში პირდაპირ და ნუ სადღაც 1 საათში მე შემოგერთები რა, შეიძლება უფრო მალეც. ხო არა, მიზეზი აქვს, აკრძალული აქვს, საერთოდ აკრძალული აქვს. აი მისი ამბების მერე, მისი ვირუსის მერე. ბანაობა 3 დღე, მაგრამ ჩვენ გუშინ გავბედეთ მაინც ამ თბილ წყალში, რომელიც 50-60 გრადუსია, როგორც ამიხსნეს მომსახურე პერსონალმა. რა 60 გრადუსი, 60 დაიწვევი, 36-ში ვაბანავე. რა ვიცი, 60 გრადუსიო და ხა რატო? არის თბილი წყალი პატარა ბავშვი ვაბანავე. გასამერე ჩვენ პატარა ბავშვები რა ვარ. 60 გრადუსი დაიწვევი. ხო შეიძლება შეეშალათ ამ ვერტქოს ინგლისურად სწორად, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან რაც ყველაზე მთავარია, რაც ყველაზე მეტად მომწონს ის არის რომ ქლორიანი წყალი არ არის. ეს არის რაღაც ზღვის მარილიანი წყალი, ზღვის მარილი, მართლაც სუნს გრძნობ და ამიხსნეს რომ ჩვენ რაღაცნაირ ფორმულითო, რაღაც ფორმულა გვაქვს, ლაბორატორიული ფორმულაო, რის მიხედვითაც რომ ჩვენ აი ამ კონსისტენციას რო ვადგენთო ამ წყლის, რომ ძალიან ჯანმრთელი და ძალიან ესეთი მოწინავე ტექნოლოგიებით იყვნენ შეკაზმულიო, შეკამაზული ეს წყალიო. და ნუ ჩვენს ვიგრძენით ეს გუშინ და ძალიან ასიამოვნები დავრჩით. და თურქეთში იმ დროს როდესაც ჩვენ დავდიოდით ეს არ იყო ეს სერვისი და ნუ ძალიან გაგვიხარდება თუ რაღაცეებით აჯობებს იქაურ დასვენებას, იქაურ ფუტბოლსკლავიან, საქაური ფუტბოლსა. თუნდაც 2-3 რაღაც მომენტით. ხო რა თქმა უნდა შეზლონგები და ეს ქოლგები და ყველაფერი უფასოდ როგორც ყოველთვის ირმა მომყვება. და ახლა ხო წყალი როგორია კი ბატონო. ყველაზე საინტერესო რაც და ყველაზე მომხიბლავი რამაც ძალიან გვასიამოვნა აქ იყო ის რომ აი ნახეთ ეს არის ლიფტი რაღაცნაირი აი რომლითაც ჩადიხარ ქვემოთ.
ირმა მაგარი მარჯბრასოკი მოვარდყი ხო დღეს? ძალიან დავიხარდა, აი ისე გამიჭირდა რომ ეთქობა ეს გადავიტანე ეს რაღაცები. სადა ვართ ახლა? ჩვენ ახლა ვართ მუზეუმში. მუზეუმში რაღაცა ბოტანიკური პარკივით არის. ტერიტორია, რომელიც ხო ბოტანიკური პარკია, მე მგონი, ზუსტად არ ვიცი სიმართლე რო გითხრა, მაგრამ ფლორა არის რაღაც სასწაული. ძალიან ბევრი მცენარეა. ზოგი ვიცანი, ზოგი ვერა. ზოგმა თვითონ იცნო. ხო და ირმა როგორ ახალა? დამიქნი ეს ტოტები. აჰა. ეს რა შენობაა ლომში? ეს მუზეუმია. შეხედე ეს ლომიც დაღლილა, ჩემსავე, ფენა გადმოგდებულია. ამას? შეხედე აგერ ლომი. კი. აბა რა სიტყვა წაიცამა? მე რა სიტყვოდი? რა ვიცი, მადლობა ხმების ყველაფერს. ძალიან მოულოდნელი შეხვედრა იყო, ისეთი შეხვედრა იყო, აი იშვიათად რომ მოხდება და იქნება რა. გაუმარჯოს, კოტე, გაუმარჯოს. გაუმარჯოს. შეხვედრამდე აი მაგ
ეხერეთ ბაი-ბაი. ბაი ბაი. ზღვაზე. დვა. დვაზე მივიდა. ზღვაზე ვიდიოთ. ვიხარი. ვიხარი. მე მიხარია სულ ორჯერ ვიწურავ ზღვაში. თელი აქ ყოფნის განმავლობაში. ორფუ და პურფუ. რა, ეს ნორმალური. ეს ფუტი კარგი. ხო. იმიდან ანტალიაში ყველა იყო თურქეთიდან, გერმანიიდან ჩამოსული თურქები. აქ არის ყველა ინგლისიდან ჩამოსული ბერძნები. არა, იქ მარტო თურქები არ იყვნენ, გერმანელები იყვნენ. ხო, მაგრამ ეს აქეთ უფრო ფართო ის არის, ესპანელები ვნახე, ფრანგები ვნახე, იტალიელები ვნახე. ყველაზე მეტი ინგლისელია. ყველაზე მეტი ინგლისელია. მოდი, შენგელიან მალანიები. პეიჯერობის დროს იყო ასეთი დრო. კოდე მომწერა მესიჯი, მოდი, შენგელიან ვარდები ასეთი. მესიჯი პეიჯერზე და პეიჯერმა ასე გადათარგმნა. მოდი, შენგელია ვარდები. ძალიან ბევრი ვიცინეთ. ვარდენ შენგელია კაია. მოჭერთ ნულს და ჰაიდა ჰოპ. და ხობს მოსაკე. მოვდივარ. მოვდივარ.